თბილისის ერთ-ერთ უბანში, კერძოდ სოლოლაკში აღმოაჩინა ესეთი კარები, სადაც ესე იგი მიმაგრებულია, ასე ვთქვათ, მაესტროს ლოგო და ძალიან გამიკვირდა და დავინტერესდი, სხვათა შორის თქვენთვის, ანუ გადაცემა ერთი დღის ერთგული მაყურებლისთვის თუ ვინ ცხოვრობს ამ კარს მიღმა. და გადავწყვიტა, რომ ესეთი ზარი დამერეკა და ვინაიდან და რადგან ზარი არ არსებობს, უბრალოდ დავაკაკუნებ. მოგესალმებით გადაცემაში ერთი დღე წავედით. ზარი არ გაქვთ სახლში. სალამი. ოი, ანგელოდი. კერონტი. ესე იგი სტუდია მაესტროს უნდა რომ თქვენთან გაატაროს ერთი დღე. ძალიან სასიამოვნოა. დიახ, მოგდანდით. ჩარბო საერთოდ რომ ყოველდღიურად რომ საათი. ახლა გავიღვიძე. ესე იგი ეს ორივე ერთად გაიღვიძეთ. ხო, რა თქმა უნდა. და საერთოდ ყოველდღიურად რომ საათზე იღვიძებთ. ანუ ცხოვრების წესით ბუები ხართ თუ ტოროლები? ბუშკები. ბუ. ძალიან კარგი. მაშინ ესე იგი საღამოს უნდა მოსულიყავი უფრო, ხო? საღამოს უფრო. წავიდე და შევაგერო. კაი, პაკა. იღვიძებთ ესე იგი დაახლოებით პირველ საათზე, 2 საათზე და რატო ის იმის გამო რომ გვიანი იძინებთ ხოლმე? თუ უბრალოდ დატვირთული დღის გრაფიკით მუშაობთ? ნუ თუ ამას დატვირთული გრაფიკი ქვია, რომ მეგობრებთან ერთად ვერთობით, ხამემდე, ესე იგი დატვირთული გრაფიკის გამო. ეს იგი თქვენი გრაფიკი მარტო ის არის, რომ მეგობრებთან ერთად ერთობით. ხო, არა, ეხლა ნუ რა დღევანდელი დღის გრაფიკი მაინტერესებს. ანუ სადაც გაატაროთ ერთი დღე სტუდია მაესტროსთან გრაფიკი ერთად. არის ჩვეულებრივი, ანუ ჩვენ გავიღვიძეთ, მე რომ ჭამოთ საჭმელი, ესე იგი, და მე წავიდეთ ჩვენს ახლად გახსნილ სტუდიაში და ესე იგი იქ იქნება მაია დარსმელიძის ჩაწერს დარსმიკა ჩაწერს სიმღერას. ძალიან კარგი, შენ არ წაწერს არაფერს სიმღერას. მე არა, მე ვაწვევი კნოპკას რომელსაც R ასოს ეგ ძიმე სამუშაო აქვს დღეს სწიობას. უფრო შემიყვარდები. ეს ძირითადად ჩემი ნივთებიათ? ეს იცი როგორი ნივთებია, ჩემი ახლობლების და ჩემი საყვარელი ხალხის ნაჩუქარი რაღაცებია აქ, ესე ექსპრომტამ, ესე დევს. ეს ვინ გაჩუქა? ეს ლელამ მაჩუქა და ანთება მოგდომა. არა მინთია, იმიტომ რომ რაღაცა ისეთია რა. დევს სამახსოვრად. საკაიფოა ეს ჟილდო, მაგრამ მე არ ვიცი за что. Это залучше, по-моему, залучше ремикс. Ремейк года. Yes. ესე იგი უკან სტეფანე მღებრიშვილს აჯილდოვებენ ნომინაციაში წლის საუკეთესო ინტერპრეტაცია. აბა, ინტერპრეტატორი ვარ მაგარი. ამაზე კახუჩელამიც ისდაკვრა. შენთვის ყველაზე საყვარელი ნივთი. ყველაზე საყვარელი ნივთი არის აი ეს. ეს არის ყველაზე საყვარელი ნივთი. ეს პრინციპში ერთად არ არის, რომ ფერებში. ეს მე მაჩუქეს ეს მაიას. ხო, ეს Это венецианское стекло. Это, извините, мне привезла подруга. და ეს აი ამას რაც შეეხება, ეს ძალით ვიჩუქე, იმდენად მომეწონა. ეს ჩიბუხი, იმდენი ვილაპარაკე, რომ ესე გადმოგცეს. მაჯიკი. ხო. ეს დრეს რომ ალაგებდით, რომ ვიცოდეთ ეს იყო მთელი. და ხა გავათამაშეთ, თვითონ არ ვიცით, ამ პრესიცით. ანუ არ გამოთამაშებინე. დიახ. საგამჟღავდი. ეს არის გვანციკა და სტიოპა. შარშანწინ. და ეს არის გადაღებული ეს ფოტო. ეს სარფში. ეს მე გადავიღე ეს ფოტო. ეს ჩემი პროდიუსერია მამუკა ყოფილი. ეს ჩემი მეგობარი. რომელსაც ძალიან უყვარს როკი. მამული ჩაწერს ახლა ალბომს ტრეშმეტალი იგი ზმანში. აი მე გახტილი. აი ვინმე აქვს ეს ფოტო. რამდენი წელია უკვე ერთად ხართ?
7 წელი არის, მაგრამ არა, ოღონდ 7 წელი სხვა ამბავში. სხვა ამბავში, ხო, მეგობრებო. იმ ამბავში 1 წელია ვართ და ნუ იტყვილები ჩემო სტეფო. 1 წელი არ არის. მართლა ცხოველები არ ყავთ სახში? და არის გაქცურვილი? ისეთი კაი ცხოველი. მე ვარ ცხოველი. მე არ მინდოდა შენზე მეკითხა და ხელები ამათახში იღვიძებთ. ისა რომ ლარს უყურებთ. ნუ გააჩნიათ. ევრიკას უყურებ მე მიყვარს ძალიან. ევრიკას უყურებ. ციკი მაქვს და სულ თავ ხოლმე რაღაცა. და ევრიკას რატო? იქ არის ძალიან კაი გადაცემა, ორშაბათობით გადის გადაცემა ინდური ფილმები და იქ ძალიან დიდი სიამოვნებით უყურებ ხოლმე. კარგად. და რატო ძირითადად სულ მაიმუნები, ხო? ასე კი გარდა იმისა, რომ დილობით ევრიკაზე ინდურ ფილმებს უყურებს, ასევე აქვს ესეთი სათამაშოები ორიგინალური სახში და მე გადაცემის მერე ამ სათამაშოებით ერთობი. ეს მე ვაჩვენე, ეს სახალხოს. თვითონ იჩუკა, თავის თავს აჩუკა, ეს ამონაშვილმა აჩუკა. აი ხო მაიმუნის წელია, თან ამბობენ რომ ცისფერი მაიმუნის წელიაო. ცისფერი ვერ ვიშოვეთ, ყვითელი და ვარდისფერი ვიშოვეთ. სათვალეებში, ესე იგი ღარიბად მოვიკოჭლებთ. გვაქვს ესე იგი ეს სათვალე რაც მიკეთია, ეგ მაგაში არდებს, ეს არის ის. ეს არის ეს. და всё. Вот так. ეს სათვალეები. პლუს ეს დიაპაზონი. 20. პლუს მინუს 81 გეპატიჟებად ახალ სალონში მობრძანთით შევისყიდით ყველა ფილმას და გასაყიდეთ თუ გერმანიაში მოპარული სათვალეები იმასაც ვიყიდით და მე ვიყიდით გადავედით მაშინ ესე იგი სუნამოებზე ეგ ჩემია გუჩის დიახ თუ გინდათ გამოაბქვიეთ გავასხან დიახ შევი იცი ის ეკლესიაში იმას რა ქვია საკმეველი ხო ეს მაიას საყვარელი სუნამოა very well მიყვარს ხო გავასწავლეთ და თუ რჩება ამას სუნამოები მალე და ისიც გარდა იმისა რომ აქ ესეთი პოპულარული ფილმის კოსმეტიკა როგორც გერლენია, შანელი, ჟივენში აღმოაჩინეთ რექსონაც. მარტო რექსონას ხმარობთ. სხვას ვერ ხმარობთ. მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი ავას ყოველდღიურ შენაკეთებ. ხო პრინციპში ყავისტები არც ერთი არა ვარ. და ისეთი დღე თუა როცა დავუშვათ ერთს გძინავ და ლოგინში მიართმევ ხოლმე ან შენ არა არც ერთხელ არ ჩვენ ერთმანეთზე გვეშლება ნერვები თუ ვინმეს ძინავს და ამიტომ ან ორივეს ერთად გძინავს ან თუ დგებით და ვინმე ლოგინშია ესე იგი იმ ერთს ნერვები აქვს მოშლილი რომ შენ ხარ ლოგინში ამიტომ ანუ ერთად ადგეთ ნუ თუ არ ვცდილობთ ერთმანეთს ყავას ყოველ შემთხვევაში არ უკეთებ ყავას დალევს წობა კი დავლევ მეუბნება და უკეთებ უსხავ და სწორა არის და დღეს ესეთი დღე არ არის და სიმბოლურად ყავა აი დავზე აი და ყავას აკეთებ ყოველთვის ამით ხო ამ ჭიქებში ეს მიყვარს ძალიან ყველაზე ძვირფასი საჩუქარი ან ესეთი ძვირფასი არა უბრალოდ მნიშვნელოვანი რომელიც დაგამახსოვრდათ ან ერთმანეთისგან ან სხვისგან მე რა დავამახსოვრე დაკარგა ხო მაგრამ ყველაზე ძვირფასი ჩემი საჩუქარი არის სტეფო ბედისგან და ღმერთისგან ბოძებული შენი რა ვიცი ახლა რო გავიმეორო რაღაცა ის იქნება ორიგინალური არ გამოვა ვიდრე რამე ორიგინალური მოდი ნივთზე ვისაუბროთ ისე და ესა ნივთი რომელიც გაჩუქა დასვლა ესეც ძვირფასი რაც დაგამახსოვრდა შენთვის ძვირფასი შენს დაკარგე და რა იყო ეს ორი ნივთი რომელიც ორივემ დაკარგა მე ხა უამრავი რამე მაჩუქა და უამრავი რაღაცა დავკარგე და მე ამას ბოლოს სამაგარი რაღაცა ბეჭედი ვაჩუქე და ის ტაქსში დატოვა იცი როგორი მაგარი ბეჭედი ძალიან მაგარი ბევრი ბრილიანტებით ბევრი დიდი ბრილიანტები და რადგან
ეგეთი რაღაცა დაკარგა, ამ წელს ვაჩუქე ისევ საჩუქრები, მაგრამ მაინც კაი საჩუქრები. არაფერიც ისე რა არ გიჩუქებია, მე ძალიან მომწონს. აი ეს თხი. ეს რა თქმა ეს არის? და სამ красная Москва. ეს არის ჩოპარდის ვიში, რომელიც ძალიან მომეწონა. და ძალიან მოგეწონა, უბრალოდ თავისი გემოვნებით გაჩუქა. კი, თავისი იმით. ხო, არა, ესე ვფიქრობ. იმიტომ რომ არ მომწონს მე მაგის სუნი, იცი რატო? აღმოჩნდა რომ მაიას მოეწონა, ასე იგი მე რომ მივედი, ჩემი მეგობარი მუშაობს მაღაზიაში, სადაც ესენი იყიდება. და ანუ ბევრს რო უსუნებ, ხო უკვე ვეღარ მოდიხარ ასზე და ნუ ბოლოს მეთქი 2 საათი ვიდექი რა უყიდო და დავხედე და ესიდო და კაი მასნები მეთქი და უკვე ვერ მივხვდი და ამას ყიდულობ, ხო, მითხრა. და ხო მეთქი რა იყო თქვა არ მოგწონს თუ და ნუ ეს ხვებიო ჯობიაო მითხრა. რასაც უსუნეო. ხო, რასაც უსუნე ჯობიაო და არა მე უთხარი არა ეს. ეს ჯობია. ბოლოს რასაც უსუნებ ის ჯობია. ძალიან ცუდად გამოგივიდა ახლა შენ მე ძალიან კმაყოფილი. რაღაცა მარტო красная Москва მგონია აღარ ვიხმარ საერთოდ. კაი, მაშინ გადაიშროლა ფანჯრიდან. შეთქონია ეს შემთხვევა. რო გიჩუქებია რამე და არ მოწონებია. ძირითადად სულ ესე ხდება ხოლმე, იმიტომ რომ სასწაული გემოვნების ადამიანის და გამოხატა ყოველთვის რაღაცას რო გაჩუქებს, რო არ მოგეწონება შეგიძლია რომ გამოხატოს. ნუ ისე გავუღებ. რა გულითაც და იყოს ნაჩუქარი. ხო. ეგრევე ხდება, ეგ ძალიან ცუდი ვინმეა საერთოდ. ძალიან. რატო ვართ ერთ? ეგ მაინც ფიქრობთ რომ რატო ხართ ერთად? არანაირად ეს მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა. საჭმელს ძირითადად ვინ აკეთებს ახს? არავინ. არავინ. ჩვენ გარეთ ჭამს ძირითადად. რითი იკვებებით? არაფრით, ნუ აი რითი ვიკვებებით. აი ხა სახში. ოპერატორს თქო რომ დააფიქსა. ძველი და სასისკით და რაღაცეები. საერთოდ არ ჭამს. ეს ჩვენ რომ მოვდივდით, მაგიტო შეიძინეთ და დილით. არა, დილით ნუ ეს რაღაცები სალათები და სალათი არ გვაქვს. საღამოს ყიდულობთ, რომ დილით ისაუზმოთ. ეგ სახლიდან რომ გადიხართ, ანუ საღამოსთვის ახლა კიდე შემოიდა. იოგურტებს ჭამს ეს დილით მე არასდროს. მე მეყვარს. ანუ საღამოს ახლა კიდე ვიყიდით ყველს და სასისქს, რომ არა, საღამოს ვიყიდით სალათებს, ღამის 3 საათზე შავს ყდებით და დილით პირიქით კაფეში მივდივართ და კაფეში ვჭამ. აზრიც აღარ აქვს მეგონი იმას, რომ შეგეკითხოთ დილით ვარჯიშობთ თუ არა. არა, სამწუხაროდ არა. არ ვარჯიშობ. და არც აპირებთ, რომ ცხოვრების წესი შეიძლება. მე კი, მე ვარჯიშობდი ადრე. შენ კი ვარჯიშობდა თუ შენც ვარჯიშობდი? ეს ვარჯიშობდა და მე უყურებდი. მე ვარჯიშობდი. არ გაჩენია სურვილი რომ გევარჯიშა? კი, მაგრამ ამაოდ. მე არ ვიცი, რაღაცა დამეწონა. მოდი მე დავჭრი, აი ესე დავჭრი. ძალიან ცუდი დია. აი არ ვიცი როგორ მე ძალიან ცუდი დიასახლისი ვარ ხო ხნ ყველა მიცის. ეს როგორ მოგჩა? ამისთვის ვარ შექმნილი ესე იგი რომ გადაცემაში ერთი დღე პატარ-პატარა საქმეები უკეთო შოუ ბიზნესის წარმომადგენლებს სახლში, ოჯახში. დაუჭრა ყველი, შემიძლია კიდე ჩახოხბილს ვაკეთებ ფანტასტიკურ შემიძლია. ვაი, ჩახოხბილის სხვათა შორის ვისწავლე ჩახოხბილის გაკეთება. არაფრის კეთება არ ვიცი და ერთადერთი რაც ვისწავლე ხარ ჩახოხბილი. ჩახოხბილი. მაგრამ არც ის არ გემრიელ ჩახოხბილს აკეთებს? კი. იტყვილა და ჩადიშავე ბოლოს. ბოლოს სულ გააკეთა 3-ჯერ და ბოლოს გააკეთა შარშანცი. 3 თვის წინ. დილიდან რადგან საუბრობთ, აღმოჩნდა რომ მეხსიერება არც თუ ისე კარგი გაქვთ არც ერთ. ეს რა შეიძლება დავაბრალოთ, იმიტომ რომ საჩუქრებს ერთადად კარგავთ, სალათის ყიდვა გავიწყდებათ, ფულს კარგავთ. არა, ნუ დამავიწყარო დღეს გადაცემა იქნებოდა. ესეც მახსოვრებასთან არის დაკავშირებული, ხო? თუ უკავშირდება რაღაც ნაწილობრივ. და რაც უკავშირდება, რა შეიძლება დაუკავშირდეთ, ან ისი მიზეზი შეიძლება იყოს თქვენი ცუდი მახსოვრობა, მეხსიერება. ნუ კი არის დამაფიქრებელი, ალბათ ასაკის გამო მე ვფიქრობ. ანუ თქვენ ფიქრობთ რომ დაბერდით უკვე ორივე? ნუ ნაწილობრივ პრობლემებმა უფრო შეგვიყვანა, ესე იგი ორიგინალ ასაკში და ნაწილობრივ დაბერდით. ალბათ შეწუხდი, ხო? როდესაც იწყება რაღაცები. ეს იგი დავუბრუნდეთ ისევ თემას,
სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძე ერთად. სახში ძირითადად ჩხუბობთ, არა მარტო სახში. კი, ძირითადად სახში ვჩხუბობთ. ძირითადად სახში ჩხუბობთ და ხშირად ჩხუბობთ თუ არა? კი, საკმაოდ. და შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი თქვენი ჩხუბისა. ყველაფერი. ჩვენ ესეთი იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ჩვენ საერთოდ არ ვჩხუბობთ. ერთ-ერთი მიზეზი დამისახელეთ. დღეს თუ ვიჩხუბეთ? დღეს ვერ მოვასწარით. ვიჩხუბეთ დღეს? რა თამაში? ლაიქად. რა თამაში დაკავშირებით? ამასთან დაკავშირებით რომ რაღაცა ძალიან გვიან გაიღვიძე. დეიტვება. ძალიან გაიღვიძე. ეს სერიოზული მიზეზი. რასაც დავუშვათ ერთმანეთს ვერ აპატიებს. არა. ჩხუბის. მაშინ ერთად აზრი არ აწყობთ ესეთი. So, Bob, what you got in the trunk? ჭიქები დავამტვრიეთ, იცი? ანუ ეგრეთ წოდებულ ფრეშ დაჭიქები დამტვეთ. გამჭვირვალე ჭიქები რო გქონდა. მადონას წერის. დაგვენთ რა. ეს ყოველ დღე უფრო მეტი და მეტი დანაკარგი გაქვს, ხო? საჩუქრებს და წარმოგიდგენ, მე არ ვმუშაობ. წარმოგიდგენ, ეხლა დავიწყე მუშაობა. ჩვენ საერთოდ ძალიან მალე გადავალ ფაქედან და მე უკვე აღარც არ დავკარგე. ეს ადაპირებს გადასვლას და რატო აპირებს საერთოდ გადასვლას? რა ვიცი. არის. უფრო პატარა სახზე გვინდა. რო პროდუქტს მოვაროთ და არაფერი არ დავკარგოთ. არაფერი არ გავტეხოთ. და გემრიელად ვიყოთ. გამეკვირდა, რომ ზირთაერთ უფრო დიდ სახში გადადიან ხოლმე აღსურვილი, რომ პატარადან დიდ სახში გადახვიდნენ და თქვენ პირიქით დიდიდან გინდათ, რომ პატარა სახში გადახვიდეთ. ხო. ეს იმის გამო, რომ ამდენი დანაკარგი გაქვს ყოველთვის, რა? ბია. მარტო ეგ არა, ბევრი რაღაცა აღარ გვინდა აქ ცხოვრება. დააფიქსირეთ რა. პური დამიდეს რა უყოთო. არ დამიდინარ იმას კითხე. იმას კითხე. წავიდა. ეს ყველი რო დავჭერი, შემიძლია უკვე პური დავჭერ. ანუ ჭრაკერვაში მაგარი ვარ რა. მე ხა მიშასაც შევწვი შემდეგი პარტიასაც. რა თქმა უნდა. მიშა ჩვენი ოპერატორია, რომელსაც ახლა კამერა უჭირავს. რომელსაც ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ერთი დღის არც ერთი ოღონდ თქვენზე ადრე მე ვიცნობ მიშას, იმიტომ რომ ჩემი ერთ-ერთი პირველი კლიპი გადაიღო მიშამ ზუსტად. და მე მიშას ვთხოვე ხოლმე რომ კამერა მათხოვოს, რომ დავაფიქსირო როგორი ოპერატორი. გრძელდება ერთი დღე სტეფანე მღებრიშვილისა და მაია დარსმელიძის ოჯახში. Дорогие телезрители, сегодня у нас в программе еще впереди ожидает вас очень интересные события. Такие как студийная запись Майи Дарсмелидзе. ეს არის ციკო. ციკომ თხოვა ძალიან იცოდა რომ გადაღება იქნებოდა. დღეს არის მისი მეგობრის დაბადების დღე და აი მიულოცე დაბადებას და დილოცა უთხარი. დილოცა დაბადების დღეს იხარე მიერად ჯამთელად იმეს შევეცდები ყოფილიყავი. ხოლმე ხანაა სინკარო თქვენ ყავს პატარა ვირთხები პატარა არა, დინოზავრები. ეს იცით ეს ანეკდოტი? განამართლა არ მოყვები. ანეკდოტი, სხვათა შორის ანეკდოტი. აქ წერია ჩერეპოვეცკ. ჩერეპოვეცკაია, აწერია აქ ჩერეპოვეცკა და ფაშისტები ვალიანდაგებთან რა და რუსი აფეთქებს ესე იგი გერმანელების მატარებლის ლიანდაგს რა და ნუ მივა უკიდებს რაღაცებს უკიდებს და მივა ეს და это что ესე დახედავს და ჩერეპოვეცკ поджигайте поджигайте ზგავსი მანას მე არ მომეყოლი არას დროს ჩვენს უყვები ანეკდოტა. მე საერთოდ იუმორის გრძნობა ნაკლებად ძალიან ცუდი. 10 რა აქ იუმორი. ეს ზოგჯერ რო ვეხუმრები? აი ერთი. მე და წავედით მოგვაკითხეს. მზე ჩავიდა. ზე ჩავიდა, მაგრამ ზე რომ ამოსვლას და ზე როგორ ჩავიდა. ჩავიდა. ზედა შოკოლადები სადღაც შორს კუნძულზე
ეს არის ერთი დღე პირველი სტერეოსა სტუდია მაესტროს ერთობლივი არხის ერთგული მაყურებლისთვის და ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან, უბრალოდ ჩვენ ვართ მათი დღევანდელი სტუმრები, სტეფანე მღებრიშვილი და მაია დარსმელიძის ოჯახს ვტოვებთ და მივდივართ სად და გოლდეთ და გაიგებთ ყველაფერს. აბაზანას თითქმის არც ერთი მასპინძელი არ გვაჩვენებს ხოლმე, ყოველთვის გვიმალავენ და მე მაინც შემოვიჭერი ჩუმად, არც ეხა სჯობა, არც ის არც მარც მაინც დავათვალიეროთ, აი. ეს არის მაგალითად ჩილეტის აპარსი კაფი, თუ ეს არის after shave, ანუ პარსვის შემდეგ, ეს არის ვარდი, ალბათ ეძღვნება ვარდების რევოლუციას, მოგახსენებათ, რომ მათ ჰიმნიც შექმნეს, რომელიც მიეძღვნა ვარდების რევოლუციას, კერძოდ ბატონ პრეზიდენტს. და ეს ვარდი აბაზანაში რატო არ ვიცი, მაგრამ ალბათ თავისი ახსნა განმარტება აქვს, რაც ჩვენ ჯერ არ ვიცით. ვისი რომელია, ალბათ ეს იქნება სტეფანესი, ეს იქნება დარსმიგასი. აი დამიჭირეს ფაქტზე დამიჭირეს რომ აბაზანაში შემოვიჭერი. და ვათვალიერებდი აბაზანას. მაესტროს მე მინდა რომ ჩემს შაბლი ლოგოს ვაკვე ცოტა, იმიტომ რომ საღამომდე კიდე ვერ ვნახავ. ხშირად გისწრებს ხოლმე ესე სახლიდან? კი, და სულ მეჩხუბება. და მანქანაში გელოდება უფრო. ხო, და მეჩხუბება ჩამბოდი დროზე, ამ დაბრუნდი ძირითადად მერსედესი მინდა ვიყიდო ესეთი კარგი, ორ კარებიანი, ანუ კუპე მერსედესი მინდა და ამიტომ ვერ ვყიდულობ მანქანას, იმიტომ რომ ის მანქანა მინდა და იმ მანქანის ფული არ მაქვს და ამიტომ დავდივარ უმანქანოდ და ვამჯობინებ რომ ტაქსებით ვიარო. და შენი შემოსავალის დიდი ნაწილი ალბათ ტაქსებში გეხარჯება, ხო? მე ვიტყოდი რომ მთელი ნაწილი მეხარჯება გზავრობაში, იმიტომ რომ ეხლა პრინციპში თან ესე იგი იმდენად დიდი შემოსავალი არ მაქვს, თუმცა ტაქსებში ვხარჯავ ძალიან დიდ ფულს. არ გიფიქრია რომ საგზაო ესე იგი მარშრუტკებით ჭყალებში გემგზავრა? კი. მიფიქრია, მაგრამ ხათიშორის ხალხი ძალიან აფასებს. აი ბატონი პრეზიდენტი თუ გახსოვს მეტროთი გზავრობდა, კი. ჩვენ ხო ვიმგზავრეთ ერთხელ მეტრო. ოფისთან მეტრო არ ჩერდება. აი რაღაცა წამოწდა ჩვენც ვიმგზავრეთ ერთხელ მეტროთი. დილის 6 საათი იყო და იხსნებოდა რიჟრაჟზე მეტრო და მეთქი აი რამდენი წელია მეტროში არ მდეოდა და ჩავედით და ვიჭრით ძალიან მაგარი იყო რა. ესე იგი ყავთ ქალაქის დათვალიერება? და ხო? ყველაზე ძალიან რომელი შენობა მოხდეს თბილისში? ოპერის შენობა. ოპერის რომელიც წობას და მე ვთქვი ხო წობას ოცნებაა რომ ოპერის შენობაში ცხოვრობდეს. ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში. გადადი და მოდუნდი პრეტენზიული გემოვნება გააქვთ? ძალიან. ანუ მოდას მიყვებით თუ იცმებთ იმას რაც მოგწონთ და გიხდებათ? ხო, რაც მოგწონს და გიხდება, ეგ არის მოდაში მე მგონია. ერთმანეთს თუ ურჩევთ, დაუშვათ დღეს ეს არ ჩაიცვა, მოდი ეს კი, მაგრამ მაღაზიებს ძირითადად ცალ-ცალკე დავდივართ ხოლმე. და რატო ცალ-ცალკე მოდი შემოგითხარ? იმიტომ რომ მე ძალიან დიდხანს ვათვალიერებ ხოლმე და ვიღაცა რომ მელოდება, ნუ მერიდება ხოლმე რა. მე ამ ღამეს დიდხანს ველოდი გამოსაცულზე. მეცემ. ციფრი 13 მაესტროს საყვარელი ციფრია სხვათა შორის. მართლა? ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ ამას. ეს არის კახაბერის ლეგენდარული დასარტყამი ინსტრუმენტი, ძალიან ესე იგი BMW-ზე ძვირი ღირს. ესეც კახუჩას ატრიბუტიკაა პერკაშენები. ანუ
ანუ ბოლომდე აქაც არა, აპარატურა გზაშია, 2 კვირაში იქნება, 2 კვირა. და საიდან მოდის აპარატურა? ნაწილი მოსკოვიდან, ნაწილი გერმანიიდან. ხო, ეს არის ჩემი ოთახი, რომელიც ტოჟე აპარატურას ელოდება. გადადიდა მოდუნდი ეს გაერთობიან თავისუფალ დროს ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები. შენც თუ ერთობი ეს ჯობ? არა, მე ამის დრო არ მაქვს ხოლმე. მე ამ სტუდიაში ძალიან იშვიათად მოვდივარ ხოლმე და ეს ერთობი. მე ვიცი რომ რაღაცა სიმღერა გაქვს ჩასაწერი. ხო, ეხა აქვს ჩასაწერი. მოდი მე ეს სიმღერამდე ვისაუბროთ სტუდიაზე, სტუდია ArtProm-ზე. საერთოდ საიდან წამოვიდა იდეა რომ დაგეარსებინათ და ეხა წამოვიდა ტენდენცია და რა ძალიან აქტუალური გახდა ეს თემა. რომ ქართულ შემსრულებელს თითქოს თავისი სტუდია აუცილებლად უნდა ქონდეს, გააჩნდეს, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრმა მომღერალმა გახსნა სტუდია. ნუ მოკლედ ჩვენთვის აი ვართ კარგად გემრიელად, აი როგორც ჩვენ გვინდა და შემოქმედების აუცილებელი არის ქონდეს კომფორტი. ძირითადად დღეს თბილისში არ არიან ხალხი განებივრებული, მით უმეტეს საკუთარი სტუდიის. მე მქონდა ოცნება, რომ მქონოდა ჩემი სტუდია. და მაქვს კიდევ აქ არაფერი არავის. არც მე. ანუ ეს სასიხარულო ამბავია, რომ პირველები ჩვენ ვართ. პირველად ჩვენი ვართ. პირველად ჩვენ ვიყავთ. წავიდა გავიჭერის ლენტი და რა სიმღერას ვწერთ. ეს არის სიმღერა, რომელიც მე ვფიქრობ ძალიან კაია. აქედან გასაგრძელებელია. ნუ ეს სიმღერა სიმღერის გაკეთების დროს გემოვნება თქვენი ერთმანეთს თუ არა ერთმანეთს? ძირითადად ვჩხუბობთ. ძირითადად ჩხუბობთ, ხო, უფრო? არა ნაყოფიერია. ხო, ნაყოფიერია, რაც მთავარია, იმიტომ რომ სპოილერად დაეცა ის წინა, ესე რუსულად გამოვთქვა. ძალიან ბევრს კამათობთ და საბოლოო რეზულტატი გამოდის სამაგეროდ ძალიან კარგი, იმიტომ რომ საბოლოოდ მე ვყრი ქარხმალს ვენდობი ამას თვალდახუნჭული და მე ვწმუნდები, რომ თურმე ძალიან სწორად მოქცეულ ვარ, რომ დაუჯერე. ანუ გამოდის ის, რაც მე მოგწონს ყველას. და შენი სიმღერების ტექსტების დიდი რაოდენობა, დიდი ნაწილი ასე ვიტყოდი, შენი დაწერილია, ხო? ძირითადად ხო. ძირითადად ხო. და აი რაღაცა ცვლილება თუ შეაქვს ხოლმე შენი დაწერილ ტექსტში სწობას. ტექსტებზეც ვკამათობთ ხოლმე, იმიტომ რომ სწობას ცოტა სხვანაირი ხედვა აქვს, უფრო სხვანაირი. მაგრამ ნუ ტექსტებში ისეთი დიდი პრეტენზიები არ აქვს. გაქვთ თუ არა ეს თქვა გრაფიკი წლის, რომ აი ეს უნდა გამოვიდეს სამა და ამ დღეს, ან დღეს, იგივე არა თუ ეს ჯერ ადრეა, რომ ეს ხო, ერთი ძალიან კარგი სიმღერა, ჩემი თვითონ მე დავწერე და ისა რა ქვია. ვიცი რომ აი ოქტომბერზე ადრე არ უნდა გამოუშვა. აი ხედავ რომ ეს ოქტომბერში უნდა. და აი რატო რა ხდება ოქტომბერში? ვიცი რომ აი იმდენად კარგია ეს სიმღერა, რამდენადაც არ ვიცი შეიძლება ძალიან ამბიციური. ასე ოქტომბერის ბარაქიანი თვეა, ხო? არა, ბარაქიანზე არ არის. აი ოქტომბრამდე მინდა დავამთავრო ალბომი, რომელიც სტილისტურად სულ სხვა იქნება, ესეთი არ იქნება როგორც შოკოლადები და აი თვითონ ეს სტილი იქნება ალბათ ახალი საქართველოსთვის. ხო და არ ვიცი, გამოუშვებ მოკლედ ოქტომბერში თავის კლიპით, აი სიმღერას, რომელიც ვფიქრობ რომ არ მოძველდება. აი ზეპირა თუ გახსოვს შენი კლიპების რაოდენობა და შეიძლება. მე ვიცი. უი მე ჩემი. პრაქტიკულად არ გამოჩნია ეს ხელებია. ერთი კლიპი და იქამდე კიდე ერთი კლიპი. ოთხიანი შესაძლება სტუდია ArtProm-ში რასის ოთხიანი შესაძლება ამას სერვის შემდეგ აგეთით, ანუ განწირვის შემდეგ.
სტუდია არქიტექტურაში ოთხწუთიანი შესვენება აქვს აი ბატონ კახაბერ ბუსკარიძეს და სტეფანე მღერიშვილს და მათთან მოდიან სტუმრები. ანუ კარებზე ეხლა არ არის გამოვიდა, მაგრამ უნდა გააკრან აუცილებლად მიღების საათები, სტუმრების მიღების საათები და ახლა სტუმრად იმყოფება ურამ ლომიძე, მათთან ჯგუფ ქუჩის წევრების წევრი და მათთან ერთად ირჩება, ასე ვთქვათ, ანუ ერთობა. და Два, и три, четыре, и пять, и шесть, и семь, и восемь, и 10, и 11, 12, и 13. დამთავრდა 20-წუთიანი შესვენება სტუდია არტპრომში და რა იყო ეს საერთოდ რომ მივხვდეთ, წამოდით გავესაუბროთ, ესე იგი ჩვენ დღევანდელ მასპინძლებს სტეფანე მღერიშვილს და მაია დარსმანიძის გადაცემაში ერთი დღე. ეს ეხლა უკვე შევუდექით მუშაობას, ანუ ვიწერთ მაია დარსმანიძის სიმღერას, ჩვენ არა. ერთს გავაკეთე. ჩვენ ვართ სტუმრად სტეფანესთან, მაგრამ ასევე ჩვენთან ერთად სტუმრადაა დღეს სტუდია არტპრომში ბატონი მამულიჩა საღამოშვიდობისა. გამოგიყვანეთ აქ სტუმრად მე-13 სართულზე. აი თხოვა სტეფანემ რომ ამოდია, ამეშვება რა მოხდეთ. ძლივ ჩამოვსილდი და აი მაინც დაცვას გამოიქცა ძლივ შეიტყუა დაცვაში. როგორც ოფილი ესეთი, ესე იგი ექს-პროდიუსერი. როგორი ადამიანია ეს ადამიანი გვიყვარს? არა შეულებრივი ადამიანი, მაგრამ თან დეპრესია, აი მეორე დეპრესია. დეპრესიულები არიან. კი, და დეპრესიულები არიანო. ამათან ურთიერთობა ჩაღერები გამომიყვა. ანუ ძალიან მხიარულად რო ხარ და რო გონია უკვე ეს ზედმეტია ამდენი მხიარულობა, ამოდი ხარ მე-13 სართულზე სტუდია არტპრომში. არა, სხვადასხვა საქმეა. მოეშვა. ისვენე. დეპრესიული ხდება. მე არა ვარ დეპრესიული. კინაღამ გავხდი დეპრესიული. და ამ ადამიანზე რას გვეტყვი? რომელს? გვერდზე მჯდომზე. არა, ორივე საოცრად ნიჭიერები არიან, მაგრამ უზარმაცესები ორივე. მინდა რომ გაიგოს, აი ზარმაცები არიან. გაბრაზებული სტეფანე თუ გინახია მღებრიშვილი. მაგარი ნაცემი ყავს რა. სუჩები დაფუტულია და იგანისტისე. აბა ჩამოწიოს თავი ვის აქ დაფუტული ძმები გავიგოთ. მაშინ შენ თუ გინახე გაბრაზებული? მაია დარსმელიძე. მაია დარსმელიძეს უყურებ, მე მგონი სულ გაბრაზებულს. ხიარული მაია დარსმელიძე თუ გინახია. გადაღებების დროს. გადაღებების დროს. ჩხუბობთ. ეხლა გავალთ და ვიჩხუბებთ. ხუბი მომენატრა. ეს ყველაფერი მიზეზია ჩვენი ჩხუბისაო და ეხლა ამ წუთას რა შეიძლება იყოს მიზეზი თქვენი ჩხუბისა, რომ კამერის წინ ჩხუბოთ. აი ხლა რო ვთქვი რომ სულ გაბრაზებულია მეთქი ხლა მეთქი რა ის არ გაბრაზებული. გემოდები. დილიდან მეუბნები რომ როცა ღამდება დაგველდი აუცილებლად ღამემდე, იმიტომ რომ ფონია არაჩვეულებრივი და მინდა მანახო, აი რა არის ლამაზი. ხედის გულისთვის ამოხვედით 13 სართულზე? ხედის გულისთვის ამოხვედით 13 სართულზე. ესე იგი, აქედან არის ფანტასტიკური ხედი, ესე იგი, საუკეთესო ხედი. კიდევ არის ესე იგი. კიდევ უფრო საუკეთესო. მოგზანდით. იქ რო ხარ, ანუ ჩამწერში. ხმას რო წერ, იქიდან. მიხედები პირდაპირ იქ შუა ქალაქში ხარ გასული მომწონს. ანუ შეგიძლია სიმღერა ჩაწეროთ ფილის ქალაქზე და ტამტამებზეც დაუკრა. წამოდი ხა იქით გა. და ეს საფიქსერო პირველი სტერეოა ჩართული. შეხედე რა ხდება. ხედის ჩვენება მინდოდა. და კახაბერს არ უთქვია ორი სიტყვა გითხარით სტეფანეს შესახებ. როგორი ადამიანი, როგორია გაბრაზებული და როგორია როგორც კოლეგა.
როგორი გაბრაზებული და როგორც კოლეგა. ძალიან კაი კოლეგაა და მაგარი გაბრაზებული ძალიან. იცი რა რო ბრაზდება მე აქ თუ ვზივარ, იქით გავდივარ ჩემს ოთახში და მიკეტები და თუ ეს არის ჩემთან გამოდის თავის ოთახში რა. მაგრამ ისეთი მოწყობილია აქ ყველაფერი ხო კიდევ როგორი სიტუაციაა ხო? გახსნის ამას, გადახედავს რა. ქალაქს ხო მოშურდება. ესე იგი, გულბაც ყოტინიტოებს სტუდია არტპრომს, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი დღე გავატარე, არაჩვეულებრივი მასპინძლები აღმოჩნდა ესე. ეფანი და მაია. ერთი დღე, ორი დღე, ერთმანეთს თუ გავუგე, არ დაგარგავ. გადაცემის დასაწყისში, როგორც აღნიშნა, მაია და სტეფანე ბუს ცხოვრების წესით ცხოვრობენ. ვინაიდან რადგანაც მე ვარ მაესტროლი და ხვალ მაქვს ტოროლა და მე ვცხოვრობ ტოროლას ცხოვრების წესით, ის დღე დამჩენია დავემშვიდობო მათ და უსურო ბედნიერი დღის გატარება და ამით გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. დაელოდეთ მორიგ გადაცემას სტუდია მაესტროსა და პირველი სტერეოს ერთობლივ არხზე. გადაცემას ერთი დღე. კარგად იყავით.